გამარჯობა. დღეს ერთად ჩაუღრმავდეთ გალაქტიონის ერთ-ერთ უძლიერეს ლექსს, მესაფლავეს. ეს არის ნაწარმოები, რომელიც სვამს მართლაც რომ მძიმე კითხვას, რამდენ ხანს გრძელდება სიყვარული და ერთგულება სიკვდილის შემდეგ. მოდით ვნახოთ. აი აქ იწყება ყველაფერი. მოდით პირდაპირ შევიდეთ ამ კამათის სკულში. მესაფლავე სვამს კითხვას, რომელიც თითქოს ძალიან ცინიკურია, მაგრამ დაფიქრდით. მართლა ასია, რომ ვინც კვდება, იმ წამსვე გვავიწყდება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთხრობელი ამას კატეგორიულად არ ეთანხმება. და მისი პირველი არგუმენტი? თვითონ ბუნებაა. ხომ ხედავთ, ირგვლივ მაისია, ყველაფერი ცოცხლობს, ყვავის. ეს ხომ სრულად ეწინააღმდეგება მესაფლავის ამ პირქუშ შეხედულებას. და აი, ის გვიჩვენებს კონკრეტულ მტკიცებულებას. შეხედეთ ამ ახალგაზრდა ქრიუს. მისი სევდა იმდენად ღრმა და თითქოს ღვთაებრივია, რომ მისი ცრემლები საფლავზე უტყუარი საბუთი ჩანს. საბუთი იმისა, რომ ხსოვნა არასდროს კვდება. ხრობელი კიდევ უფრო ამყარებს თავის პოზიციას. ის ამბობს, რომ ის ფიცი, რომელსაც ადამიანი უდიდესი მწუხარების დროს დებს, უბრალოდ ურღვევია. ეს არის ერთგვარი ფარი, რომელიც დავიწყებას ამარცხებს. უბრალოდ მოусმინეთ ამ სიტყვების ძალას. ეს ხომ უგალოდ დაპირება არ არის. ეს ფაქტობრივად საკუთარი თავის დაწყევლა. წყევლა ამ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე ამ სიყვარულს დაივიწყებს. და თითქოს ეს ერთი მაგალითი არ იყოს საკმარისი, მთხრობელი მეორე პერსონაჟზე მიგვითითებს, აგერ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ზუსტად იმავე მიზეზით არის მოსული, ისიც თავის სიყვარულს მარხავს და ზუსტად იგივე უსაზღვროსევდა აქვს შეპყრობილი. და აი მეორე დასტურიც. მამაკაციც ზუსტად სიტყვით იმავე ფიცს ამბობს. ეს უკვე ორმაგი მტკიცებულებაა, ხომ ხვდებით? მარადიული ხსოვნის ორი უძლიერესი მაღალითი. ხო და ამ ორი უტყუარი მტკიცებულებით შეარაღებული მთხრობელი, რა თქმა უნდა, თითქმის გამარჯვებული უბრუნდება მესაფლავეს. აბა რაღა უნდა თქვას, არგუმენტი თითქოს რკინისაა. მაგრამ აი სწორედ აქ, როცა გგონია, რომ ყველაფერი ნათელია, ხდება გარდატეხა. ბედის ირონიით, ეს ორი მგლოვიარე ადამიანი ერთმანეთს სწორედ სასაფლაოზე ხვდება. მათ მზერაში იცით რაღაც საერთო იკითხება. ისინი ერთმანეთში საკუთარ ტკივილს ცნობენ. ეს არის ისეთი მდუმარე გაგება, რომელსაც სიტყვები არ სჭირდება. და სწორედ აქ ხდება წარმოუდგენელი რამ. სრულიად შოქის მომგვრელი მომენტი. ეს კაცი ქალს ცოლობას თხოვს. უბრალოდ დაფიქრდით, ის ეუბნება, მოდი დავივიწყოთ წარსულიო. ის წარსული, რომლის მარადიულად ხსოვნასაც ორივე წუთის წინ იფიცებდა. მთხრობელი, რა თქმა უნდა, ელოდება მტკიცე უარს. ის ხომ დარწმუნებულია, რომ ეს ფიცი ურღვევია. მაგრამ ქალის პასუხი წყნარი მშვიდი თანახმავარ, მის მთელ თეორიას თავზე ამსხვრევს. ამ ახალი ფიცით ძველი პირობები ნელ-ნელა მტვრად იქცევა. ახლა ლექსი გვიჩვენებს, თუ როგორ ჩუმად და დაუნდობლად მუშაობს დავიწყების მექანიზმი. აი აქ ხედავთ ამ ორ ფიცს პირისპირ. ერთი მგზნებარე, მიცვალებულისთვის მიცემული. მეორე ახალი ცოცხალი ადამიანისთვის და სამწუხაროდ მეორე პირველს ნელ-ნელა შლის და ანადგურებს. დრო გადის და დავიწყება უკვე ფიზიკულადაც ჩანს. ის საფლავები, რომლებთანაც წრემს ხრიდან, ახლა ბალახითაა დაფარული. არავინ მიდის, ყვავილებიც დამჭკნარია. სროლი მიტოვება. და ლექსის ბოლოს ისევ უბრუნდებით მესაფლავეს. ახლა უკვე ხვდებით, რომ მისი პირველი შეკითხვა უბრალო ცინიზმი არ ყოფილა. ეს იყო ცხოვრების ციკლის ღრმა, შეუვალი ცოდნა. წლების მერე, როცა ეს წყვილიც კვდება, ვინ კრავს მათ საერთო კუბოს? რა თქმა უნდა, ისევ ის მესაფლავე. და მას სახეზე ველური მცოდნე ღიმილი აქვს, რადგან ეს სცენარი მის თვალწინ უამრავჯერ გათამაშებულა. და აი ფინალიც, ლექსის საბოლოო ყველაზე მძიმე აზრი. ეს არის ის, რაც ნამდვილად გაფიქრებს. თურმე ტრაგედია ის კი არ არის, რომ სიკვდილის მერე დაგივიწყებენ, არა. ნამდვილი ვაიუბედურება ისაა, როცა ცოცხალს გავიწყდება, რომ შენც მოკვდავი ხარ.